გამარჯობა, ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით ყველაზე ძლიერ გლადიატორებზე. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე გლადიატორებზე. ათეული ჩვენით შევადგინეთ. თქვენ შეგიძლიათ გაიზიაროთ ჩვენი შეხედულება, ან სხვანაირად დაალაგოთ, ან თქვენით ჩასვით სხვა ვინმე. ასევე ინფორმაცია მათ შესახებ ქართულად რთულად მოიპოვება. შეიძლება ითქვას არ მოიპოვება. თუ სახელები არასწორად წარმოთქვით და თქვენ უფრო იცით როგორ იქნებოდა სწორად, კომენტარებში მიგვითითეთ. ძალიან მადლობელი და გრჩებით. ახლა კი დავიწყოთ ჩვენი გლადიატორების ათეული. რიქსუსი და ბერუსი. ამ ადამიანებს ჰქონდათ ძალიან წარმატებული გლადიატორული კარიერა. ზუსტად არ არის ცნობილი თუ რამდენი ბრძოლა ჰქონდათ ჩატარებული თავიანთი გლადიატორული ცხოვრების მანძილზე. თუმცა ფინალურ ბრძოლაში ისინი ერთმანეთს შეხვდნენ და ამ შეტაკებას ჰქონდა ისეთი შედეგი, რომ ამის გამო ისინი ყველა დროის საუკეთესო გლადიატორების ჩამონათვალში ყოველთვის არიან ხოლმე. ამიტომ ჩვენს ათეულშიც მოხვდნენ. ბრძოლა გაიმართა ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, ცნობილ ფლავიანურ ამფითეატრში. როგორც ჩანს, ეს ბრძოლა იყო პირველი დიდი სპექტაკლი მთელ ფლავიანურ ასპარეზზე. ბრძოლა დეტალურადაა დაფიქსირებული პოეტ მარსიალის მიერ. ის აღწერს, რომ ბრძოლა ფრედ დამთავრდა, თუმცა მათი დაპირისპირება იმდენად შთამბეჭდავი იყო, იქაურ დამსწრე საზოგადოებას ასეთი არაფერი ენახა, არც კი გაიგონა. ღონისძიების ორგანიზატორმა, იმპერატორმა ტიტემ, ორივე გლადიატორი დააჯილდოვა რუდებით, პატარა ხის מחვილით, რომელიც გლადიატორისთვის მთავარი პრიზი იყო ხოლმე, რადგან ხის מחვილი თავისუფლებას ნიშნავდა. კარპოპორუსი. კარპოპორუსი სიაში მყოფი სხვა მებრძოლებისგან განსხვავდება. ის არამხოლოდ გლადიატორებს ებრძოდა, არამედ განთქმული იყო ცხოველების წინააღმდეგ ბრძოლით, ძირითადად ამით მოიხვეჭა სახელი. ცხოველებთან მებრძოლ გლადიატორებს ეძახდნენ ბესტიარიუსებს. იმედია სწორად გამოთქვი. მათთვის ერთ ცხოველთან ბრძოლა და მისი დამარცხება უდიდესი გმირობა იყო. გააფთრებულ დათვთან ხანჯლით შებრძოლება, გონი ყველაფერზე მეტყველებს. მაგრამ კარპოპორუსის სახელი ასოცირდება გლადიატორთან, რომელიც ერთზე მეტ ცხოველს ებრძვის ხოლმე და იმარჯვებს. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრძოლაა ფლავიანის ამფითეატრის გახსნაზე მოწყობილი თამაშები, სადაც მან ერთ ბრძოლაში დაამარცხა დათვი, ლეოპარდი და ლომი, რაც უდიდესი სენსაცია იყო და ძალიან დიდი სახელის მოუხვეჭა მას. ტეტრიატესი. ტეტრიატესის შესახებ ინფორმაცია გვხვდება 1817 წელს აღმოჩენილ ქალაქ პომპეის წარწერებში. ტეტრიატესი განთქმული იყო მურმილონების სტილის ბრძოლებით, რაც ნიშნავს, რომ გლადიატორები ერთმანეთს ებრძოდნენ აბჯრის გარეშე, თუმცა ჰქონდათ დამცავი ფეხებსა და იდაყვებზე, ასევე მუზარადი ხმალი და ფარი. ტეტრიატესზე არ გვაქვს ბევრი ინფორმაცია, თუ რამდენი გამარჯვება ჰქონდა და ასე შემდეგ, მაგრამ ის ყოველთვის მოიხსენიება საუკეთესო გლადიატორებს შორის, რადგან ვიცით, რომ მან გაიმარჯვა ბრძოლაში პრუდესის წინააღმდეგ. ეს იყო ფინალური ორთა ბრძოლა მაშინდელ თამაშობებში. ჩვენი გამოსახედიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან მოიგო გლადიატორთა ტურნირი, რომლის ფინალშიც პრუდესი შეხვდა. ამ გამარჯვებამ მის სახელს იმხელა სიდიადე მიანიჭა, რომ მინის ჭურჭლებს მისი გამარჯვებით მოხატულს დღემდე პოულობენ დღევანდელი საფრანგეთის, ინგლისის და უნგრეთის ტერიტორიაზე. ჰერმესი. ბევრი რამ არ ვიცით ჰერმესის ცხოვრებაზე, თუმცა მისი დიდების შესახებ გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი წყარო. რომაელმა პოეტმა მარსიალმა მთელი პოემა მიუძღვნა გლადიატორ ჰერმესს. ნაწარმოებში ყველა სტრიქონი იწყება ჰერმესის სახელით და მისი დიდებით. ჰერმესი აღწერილია როგორც ნიჭიერი მებრძოლი, რომელსაც უდიდესი არსენალი ჰქონდა. ოსტატურად ფლობდა თითქმის ყველა იარაღს. იცოდა საბრძოლო ხელოვნებების ბევრი სახეობა. ამ ყველაფერს კი იმდენად საოცრად და გონიერად იყენებდა, რომ გლადიატორთა ბრძოლაში ტოვებდა შთაბეჭდილებას. თითქოს გამოცდილი მებრძოლი პატარა ბავშვს ეთამაშებოდეს. ზოგადად გლადიატორების უმეტესობა ირჩევდა ერთ სტილს, ან ერთ იარაღს, შემდეგ ვარჯიშობდა მის დახვეწაზე. ჰერმესი კი იმდენად პროფესიონალი იყო, რომ ყველა საბრძოლო ხელოვნებას ერთად ისე იყენებდა, თითქოს ერთი სახეობა ყოფილიყო. იმედია სწორად გამიგებთ რისი თქმაც მინდოდა. ასეთი გენიოსობის გამო ვფიქრობ ჰერმესი სამართლიანად იმსახურებს მე-7 ადგილს. სპიკულუსი. სპიკულუსის წარმატება ძირითადად განპირობებულია იმპერატორ ნერონის მიერ. ნერონი რომის იმპერატორი გაახალათ ჩვენს წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში. სპიკულუსი ვეტერანი მებრძოლი იყო, გამოცდილ მეტოქეებთან უამრავი გამარჯვებით. იმპერატორ ნერონს ძალიან მოსწონდა სპიკულუსის სტილი, ყოველთვის გულშემატკივრობდა მას, გაცილებით უხვად აჯილდოვებდა ვიდრე სხვა გლადიატორებს. ნერონის აღტაცება სპიკულუსით და მისი ბრძოლით იმდენად შორს წავიდა, რომ ტახტის დაკარგვისას მოითხოვა მისი სიცოცხლე სპიკულუსს დაესრულებინა, თუმცა ამ შეტყობინებამ დროულად ვერ მიაღწია ადრესატამდე და ნერონს საკუთარი ხელით მოუწია თავისივე სიცოცხლის მოსწრაფება.
მარკუს ატილიუსი იყო თავისუფალ რომაელად დაბადებული ადამიანი, რომელიც მოხალისედ ჩაეწერა გლადიატორებში. ზუსტად არ ვიცით რატომ, თუმცა დიდად სავარაუდოა, რომ ვალების გამო. ზოგადად ახალი, დამწყები გლადიატორი თავისნაირ ახალბედებს ხვდებოდა ხოლმე. იყო შემთხვევები, როცა პროფესიონალს ან ჩემპიონსაც შეახვედრებდნენ, საკბილო ხორცის მსგავსად, ჩემპიონის გასავარჯიშებლად, ან რაღაც მაგდაგვარი. თუმცა ეს იშვიათი შემთხვევა იყო. მარკუს ატილიუსის პირველი ოპონენტი რატომღაც აღმოჩნდა იმ დროის საუკეთესო გლადიატორი, ვეტერანი, იმპერატორ ნერონის ჩემპიონი, ჰილორუსი, ძალიან პატივცემული მებრძოლი, რომლის ანგარიშზეც 13 გამარჯვება იყო ზედიზედ. ორთა ბრძოლა ყველას გასაკვირად მარკუსის გამარჯვებით დამთავრდა. ეს ძალიან მოულოდნელი იყო. რამაც შეუწყო ხელი ატილიუსის სახელის მოხვეჭას. მისი კარიერა შეიძლება ითქვას პირდაპირ ტოპ 1-დან დაიწყო. პომპეიში ნოცერიანის კარიბჭესთან აღმოჩენილ წარწერებში აღმოჩენილია ატილიუსის გამოსახულება, როგორც მებრძოლი გლადიუსით, გრძელი ფარით და მოკლე წვივის დამცავებით. საკმაოდ იკონურად გამოიყურებოდა ბატონი მარკუს ატილიუსი. კრიქსუსი, დაუმარცხებელი გალი. კაპუას ლეგენდარული ჩემპიონი კრიქსუსი, უამრავი გამარჯვებით და უდიდესი ავტორიტეტით. კრიქსუსის შესახებ უფრო მეტი სასაუბრო მისი მონობიდან გაქცევის შემდეგ მოგვეპოვება. მანამდე კი ვიცით, რომ იყო ჩემპიონი და დაუმარცხებელი, რაზეც მისი ზედმეტსახელიც მიგვანიშნებს. დაუმარცხებელი გალი ძალიან შიშის მონგრელად ჭრებს. ის 70-მდე გლადიატორთან ერთად გაიქცა. მცირე მონათა აჯანყების ნაწილი გახდა. აჯანყების დროს კრიქსუსი იყო წამყვანი გენერალი სპარტაკის არმიაში. როგორც ცნობილია, კრიქსუსი დაახლოებით 30,000 მიმდევართან ერთად გამოიყო სპარტაკს, ანუ გაქცეული მონების მთავარ დიდ ნაწილს. მათ ბრძოლა დამოუკიდებლად გააგრძელეს, რაც მგონი მთლად სწორი გადაწყვეტილება არ იყო მათი მხრიდან. რადგან გარგანუსის მთაზე 72 წელს რომაელებთან შეტაკების დროს კრიქსუსი გარდაიცვალა, გამოყოფილთა დიდ ნაწილთან ერთად. თავად სპარტაკი იმდენად დიდ პატივს სცემდა კრიქსუსს, რომ მისი გარდაცვალების გაგებისას 300 ტყვედ ჩავარდნილი რომაელი ჯარისკაცის სიკვდილით დასაჯა. ფლამა. ზოგადად გლადიატორის ყველაზე დიდი შედეგი, რაც შეიძლება ყოფილიყო, იყო რუდის მფლობელობა, ანუ ხის ხმალის, რომელზეც ზემოთაც ვისაუბრეთ. ხის ხმალი იყო თავისუფლების სიმბოლო. თუ ხის ხმალს მოიგებდი, შეგეძლო წასულიყავი და თავისუფალი ადამიანი გამხდარიყავი. კარგად დაიმახსოვრეთ, რაც ახლა გითხარით და გადავიდეთ ფლამაზე. მან ხის ხმალი მოიგო 4ჯერ, ანუ 4ჯერ გახდა თავისუფალი. თუმცა როგორც ჩანს, თავისუფლება არ აინტერესებდა და ბრძოლით იღებდა სიამოვნებას. ასეთი მსოფლმხედველობის მეტოქე მგონი ყველაზე საშიში იქნებოდა. საშიშთა შორის, ჩემი ინფორმაციით, ფლამა იყო ერთადერთი გლადიატორი, რომელმაც ხის ხმალზე უარი თქვა, 4ჯერ მით უმეტეს არავის უთქვამს. აქვე აღვნიშნოთ ისიც, რომ ის გარდაიცვალა 30 წლის ასაკში. სპარტაკი უდაოდ ყველაზე ცნობილი გლადიატორია ისტორიაში. მის ისტორიას დღემდე იყენებენ ფილმებში, სატელევიზიო პროგრამებში, ლიტერატურაში, კომპიუტერულ თამაშებში, სერიალებში თუ სხვაგან. ამის მიუხედავად მის შესახებ დიდი ინფორმაცია არ არის ცნობილი. ისტორიკოსების უმეტესობა თან ხვდება იმაზე, რომ იგი ტყვე-თრაკიელი ჯარისკაცი გახლდათ, მონობაში გაიყიდა და კაპუაში გლადიატორად გაწვრთნეს. ის იყო ძლიერი, წარმატებული მებრძოლი, რომელსაც არენაზე მრავალი გამარჯვება ხვდა წილად. ისტორიულად რა თქმა უნდა, ის უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ. მისი აჯანყება დაიწყო 73 წელს, ათავისუფლებდა მონებს, რომლებიც მის არმიას უერთდებოდნენ. მან შეძლო უთანასწორო ბრძოლაში დაემარცხებინა რომაელთა რამდენიმე ლეგიონი. მისმა აჯანყებამ იმხელა მასშტაბს მიაღწია, რომ სამხრეთ იტალია აჯანყებულების ხელში აღმოჩნდა. ძალიან დიდი იყო იმის საშიშროებაც, რომ აჯანყებულები რომს აიღებდნენ. თუმცა სპარტაკმა განიზრახა, აჯანყებული მონები იტალიის საზღვრებს გარეთ გაიყვანა და ყველა მათგანი თავთავის სამშობლოში დაებრუნებინა, რაც ალბათ კეთილი ჟესტი იყო, რომელიც სამწუხაროდ ვერ მოახერხა. საბოლოოდ იგი მარკუს ლიცინიუს კრასუსმა დაამარცხა. სპარტაკი მოკლეს ბრძოლის ველზე. მისი 6000 მიმდევარი ტყვედ ჩავარდა და ჯვარცმულდ იქნა. კომოდუსი იყო რომის იმპერატორი. ბევრმა ჩვენგანმა შეიძლება იგი იცოდეს ხოაკინ ფენიქსის შესრულებით ფილმიდან გლადიატორი. კომოდუსი შეპყრობილი იყო გლადიატორების გამოსვლებით. მიუხედავად პოპულარობისა, რომლითაც გლადიატორები სარგებლობდნენ, რომის უმაღლესი კლასები მათ მაინც მდაბიოებად თვლიდნენ. ასე რომ კომოდუსის არენაზე გამოსვლის სურვილებს არავინ ესალმებოდა მაღალი ეშელონებიდან. თუმცა ბუნებრივია, იმპერატორთან შეწინააღმდეგებაც არ იყო კარგი იდეა. მალე მან დაიწყო უშუალო მონაწილეობის მიღება გლადიატორულ ბრძოლებში, სამეფო სტატუსის აბსოლუტურად უგულებელყოფით. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ეს ბრძოლები არასდროს ყოფილა სამართლიანი. მისი მოწინააღმდეგეები ხის ხმლებით იყვნენ შეიარაღებულნი. ხანდახან სხვა გლადიატორების მიერ დაჭრილ ცხოველებს შეუვარდებოდა და მათი დახოცვით იღებდა სიამოვნებას. ასეთ საქციელებს დასასრული არ ჰქონდა. საბოლოოდ კი კომოდუსის უწყვეტმა და არაადეკვატურმა საქციელებმა გამოიწვია მისი დაცემა. ის მოკლეს 192 წელს. გამომდინარე იქედან, რომ ვიდეო დიდი ავტორიტეტის მქონე გლადიატორებზე ავაწყეთ, იმპერატორზე დიდი ავტორიტეტი ვერასოდეს ვერავის ექნება.
იქნებოდა არენაზე ბრძოლის დროს. თუმცა ჩემი რჩეული ამ ათეულიდან გახლდათ ფლამა. ამ ადამიანს იმდენად უყვარდა ბრძოლა, რომ თავისუფლებაზეც კი უარი თქვა, რაც ყველა გლადიატორის ოცნება იყო ხოლმე. ასეთი ოპონენტი კი ვფიქრობ, რომ ყველაზე საშიში იქნებოდა იმ დროს. თქვენი აზრით დაწერეთ კომენტარებში. ასევე დალაიქეთ ვიდეო. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.